ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. არსებული ინფორმაციით ილია მეორეს მდგომარეობა წუხელდამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრის და ექიმების ინფორმაციით მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით პატრიარქის მდგომარეობა ამჟამად სტაბილური, თუმცა საყურადღებო რჩება. თემაზე ჩვენი ჟურნალისტი ნათია ქენქაძე მუშაობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნათია, როგორია ახლა პატრიარქის მდგომარეობა? საყურადღებო და არასტაბილური, ასე ფასდება მედიკოსების მიერ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ამჟამინდელი მდგომარეობა ცნობილია, რომ ილია მეორე იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვის სუნთქვაზე და ის არის ხელოვნური ძილის მდგომარეობაში, რაც მედიკოსების მხრიდან გამოიყენება მაშინ, როდესაც ისინი ცდილობენ პაციენტის ჰემოდინამიკური მაჩვენებლების დასტაბილურებას. როგორც მედიკოსები ამბობენ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები იყოს შენარჩუნებული და უკვე შემდგომ გაუმჯობესებული, მას დილიდან უტარდება სხვადასხვა სამედიცინო манипуляция, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სისხლდენის შეჩერება, რაც მედიკოსებმა მოახერხეს და ახლა უკვე მის დასტაბილურებაზე ზრუნავენ. აქ დილიდან მოდიან ადამიანები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსანახულებლად. ამ წუთებში კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად. მათ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე დახვდა აქ და მინისტრისგან და უშუალოდ მედიკოსებისგან მიიღებს ინფორმაციას პრეზიდენტი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სავარაუდოდ ის კლინიკის დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარსაც გააკეთებს და ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება მისგან და მედიკოსებისგან, ასევე ჯანდაცვის მინისტრის კომენტარს ველოდებით, ხომ არ შეიცვალა რაიმე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაში. აქ ასევე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, სახალხო დამცველმა მოინახულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ბუნებრივია კავკასიის მედიცინის ცენტრში დილიდან მოდიან სასულიერო პირები. აქ დილიდან იმყოფება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, ასევე რიგითი სასულიერო პირები თუ სხვადასხვა ეპარქიის ხელმძღვანელი მღვდელმთავრები მოდიან იმისთვის, რომ მიიღონ ადგილზე ინფორმაცია კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საპატრიარქოს წარმომადგენლები მრევლს მოუწოდებენ, რომ მათ კათოლიკოს პატრიარქისთვის ილოცონ. პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა ყველა სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროებოდა სისხლდენის კუპირებისთვის, ანუ შეჩერებისთვის. ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება აბსოლუტურად მართვა პაციენტის და ამ მაჩვენებლების მაქსიმალური დასტაბილურება. ახლა ჩვეულებრივი პროცედურაა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მოსონებულ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენგან გამოწვეული ძილის მდგომარეობა, რათა ჩვენ ორგანიზმს საშუალება მივცეთ, რომ ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დასტაბილურდეს. ჰემოდინამიკის დასტაბილურებამდე კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ წუთას, რომ ეს სასიცოცხლო მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად იქნეს შენარჩუნებული, რაც ახლა უკავია მედიკამენტოზურად არის შენარჩუნებული. რა თქმა უნდა, დაკვირვების ქვეშ არის, რა თქმა უნდა, ინტენსიურად მიმდინარეობს მეთვალყურეობაც და რა თქმა უნდა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ყველა ის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. როგორც გამოცხადდა, სტაბილურია, კი. იმედი ვიქონიოთ, რომ კარგად იქნება. ყველამ ვილოცოთ. მინდა რომ მას ჯანმრთელობა უსურვო და ბევრი ადამიანი მიკავშირდება, ბევრი ადამიანი არის შეწუხებული ამ ამბით და ბუნებრივი არის, რომ ყველას გვადარდებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. განსაკუთრებული სიახლის თქმა არ შემიძლია, თქვენთვის ცნობილია ძირითადად რაც უკეთდება, ერთ-ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს აკეთებენ ნამდვილად იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და საბოლოოდ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და დაძლიეროს ეს პრობლემა.
დაახლოებით ღამის 3 საათისთვის გადმოიყვანეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საპატრიარქოდან სამედიცინო დაწესებულებაში. პირველად ჩივილი და მისი მდგომარეობის გაუარესების მიზეზი იყო კუჭიდან გამოწვეული სისხლდენა და ბუნებრივია ექიმების მთავარი ფოკუსიც იყო გაკეთებული სწორედ იმაზე, რომ ეს სისხლდენა შეჩერებული იყო, რაც მედიკოსებმა მოახერხეს და ამისთვის ენდოსკოპიური პროცედურა ჩაუტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. ახლა კი როგორც უკვე გითხარით, მთავარი ფოკუსი კეთდება მედიკოსების მხრიდან იმაზე, რომ მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები იყოს შენარჩუნებული, როგორც გითხარით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მკურნალობას ამ დროისთვის გადის რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და მისი მდგომარეობის შესახებ სავარაუდოდ უახლოეს საათებში კიდევ გაკეთდება განცხადება. ადგილზე იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი, რომლის კომენტარსაც ჩვენ ველოდებით, პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად, ასევე თავად კლინიკის წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან მედიასთან და მათგან უახლოეს ინფორმაციას ველოდებით. მადლობა, პირდაპირ ეთერში ნათია ქენქაძე საუბრობდა.